აკლაკი ჩემ ძვირფას და ჩვენ ძვირფას ტელევაყურებელს მინდა სტუმარი დავემშვიდობოთ და აქვე უთხრა. არა, სტუმარი მინდა წარუდგინო და ძალიან ნიჭიერი ადამიანი მინდა მოვიწვიო ვირტუოზი შემსრულებელი და ამას მე თვითონ ნახავენ ამ ყველაფერს. მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ. ხვდებოდნენ. ხო. ბევრს არ გავაგრძელებ და არიციან. თუ არ ვთქვი ვერც გაიგებენ. მაშასე მივესალმოთ მართლაც უნიჭიერესი ადამიანი მიშა წითელაშვილი. უგრმესი მადლობა ბიჭებს და მიშა დიდი მადლობა რომ მოიცალე და გამოგვიყავი დრო. დატვირთული ადამიანი ხარ შენ საქმეში და რა ვიცი ეს ფანდური შესახარებებლად რო არ მოგვიტანე ხვდები და დაუკრავ ალბათ ბოლოსკენ ხო? აუცილებლად. თორე ის გიждდება ფანდურზე მაგრად რას ლაპარაკობ? რაც მე ფანდური მომხედრია. აურთიერთობა. მიშა ვიცი. კარგი, ჩემ და ფანდურის ურთიერთობას ჯობია მიშას და ფანდურის ურთიერთობაზე ვისაუბროთ და მიშა შეგა განსაკუთრებული სტილი და მიმართულება ამ თემასთან დაკავშირებით რა. ალბათ პირველი ხარ ხო, ვინც ეს სინთეზური არანჟთან ერთად გააკეთა ალბათ ეს რაღაც განსაკუთრებული მიმართულება ჩამოაყალიბე ასე რომ ვთქვა რა. შევეცდები მოგიყვეთ როგორ იყო. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვესალმები მაყურებელს. ესე იგი, ჩემი ეს ფანდურთან ურთიერთობა დაიწყო ბავშვობიდან. ეზიარე რა თქმა უნდა, მაზე არა. ამაჩემმა ეს ყველაფერი დაიწყო 6 წლის ასაკიდან ჩემ ცხოვრებაში და გაგიკვირდებათ და თავიდან ფანდური არ მქონდა აღებული ხელში, სალამური სოლისტი გახდით. ნუ გელაპტარით დავიწყე რისიონი გავლილი მაქვს ძალიან ბევრი ანსამბლი მოკლედ დღევანდელ დღემდე. და ეს რაღაცნაირად სალამურის შემდეგ ახლოს ყველაზე მეტად ფანდური იყო. ჩემთანაც, ზოგადად ისედაც მუსიკალურადაც. და ეს ჩემი გაბედულება და ჩემი პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგი, ამაში დამეხმარა. მინდა სახელით მოვიხსენიო დავით კენჭიაშვილი, რომელიც მაშინ იმ მომენტში და იმ დროს ერთად ვიყავით. ვქმნიდით შესაძლებლობის და გვარად ერთმანეთისთვის და ქვეყნისთვის და სამშობლოსთვის და ასე უზრდიდით შემდგომში უკვე მოსწავლეები გვყავდა და ბავშვებს ქვეყანას და ვცდილობდით რომ რაღაცა გავგვეკეთებინა ღირებული ისეთი რომელიც ჩვენივე სულისთვის და ჩვენივე ადამიანობისთვის და კაცობისთვის ასე ვიტყვი იქნებოდა ღირებული. და პირველი ბიძგი იყო, რა თქმა უნდა, თან მაშინ ეს საქველმოქმედო კონცერტები ძალიან ხშირი იყო. და დღევანდელ დღესაც მიამაყება რომ თითქმის ყველა საქველმოქმედო კონცერტში მიღებული მაქვს მონაწილეობა. უარი არ მithქვამს დღევანდელ დღემდე და იყო ესეთი დღე. სინთეზი მაინც უფრო სხვა ამბავია, რაღაცა კლასიკური ამბავიც გამოდის, რაღაცა შენი ასე ვთქვათ, ნაწარმოებები დავარქვათ, ხო? შენი გონებ, ხო როგორც? კი. ამას რაღაცა კონკრეტულად წერ თუ იმ წუთას არა, ეს არის მომენტი რაღაცნაირად ქართულ ფესვებზე დაყრდნობით თუ რაღაც მოგივა შენში, ასე ვთქვათ, კომპოზიტორს თავს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ არც ვარ და მაგ უბრალოდ ეს არის მართლა როგორც თქვი, გამომგონებელი იმ მომენტში შენი რაღაცა ის გემოვნებით რაც მომსამთელმაგებ შეიძლება სხვადასხვა კონცერტზე ერთ რაღაცა ლაიტმოტივზე სხვადასხვა და ერთი და იგივეს არც ეცე არ უკრავ. ნუ დაახლოებით ძირითადად ერთი და იგივეა და ეს იყო მოკლედ ჩემი პირველი ნაბიჯი იყო ნაყევრებმა გააკეთეს ესეთი საქველმოქმედო კონცერტი 3 წლის ბავშვის გადასარჩენად თანხა ჭირდებოდა დიახ და ნუ პირველი ჩემი ნაბიჯი იყო გადადგმა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ეხა და სხვათა შორის მიჭირდა და ამაში დამეხმარენ ჩემი მეგობრები. პირველ რიგში დავითი და ნუ ამ სტიმულით გავედი და დაუკარი. მოდი აბა შეგვიძლია დაგითმოთ სცენა, როგორც არის, რაც არის და მიკროფონი ხო არ გჭირდება? მიკროფონი დამჭირდება კი აუცილებლად სალამურის გახსნა.